პოლიცია მოგყვება. არა და გვერდობოდით. ღმერთო ჩემო გოგოებო გაგვაჩერებენ. კარგი წავიდეთ და ვბრუნდეთ სახლში. მაგრამ შოპინგი და მანიკური გოგოებო გავერთეთ. ბავშვებო მინდა რომ ამ შაბათ-კვირას დაისვენოთ და არა წვეულებებზე იაროთ და მოაწყოთ. მოკლედ მეგობრებო დღეს ლაშქრობაში მივდივართ. ყველა გაგაფრთხილეთ რომ საძილეტომრები წამოგეღოთ. წამოიღეთ? წამოვიღეთ. მაგარია, ჩვენ არ წამოგვიღია. ხო, იმიტომ რომ მხოლოდ წვეულებებზე და გართობებზე ფიქრობთ. ხო და არა კარგ დასვენებაზე. კარგი თქვენ ჩაიჭრებით კალათბურთელებოდ და ჩემი გოგოები ბანი სად არის? აქ არ არის. ბაჭიებმა არ იცოდნენ რომ ყველანი აქ ვიკრიბებოდით. ინტერნეტი ზემოთ კარგად არ მუშაობს. არა მუშაობს, უბრალოდ ბაჭიებს ლაშქრობა არ უნდათ. ხო და არც ჩვენ. საძილეტომარაში ტყეში ძილი არ მინდა. მეგობრებო, არ მესმის რა პრობლემაა. ამდენი ხანი ხო დავისვენეთ. ახლა ცოტა აქტიურები უნდა ვიყოთ. ბანი სად ხართ? მოდით აქ. მე პრობლემა მაქვს, საძილეტომარა არ წამომიღია. ლორენ, შენი უნდა მოთხოვო. მეც არ წამომიღია საძილეტომარა. არ მესმის, გინდათ რომ გამაგიჟოთ? ხომ გაგაფრთხილეთ ყველა რომ წამოგეღოთ? ყველას გითხარით. მეგობრებო, ჯობია წამოიღოთ, თორე ხო იცით გაბრაზებულიები როგორიც არის. მწვრთნელოები, რა პრობლემაა? საბნები წავიღოთ, საძილეტომარასავით არის. არა, არ გესმით. საძილეტომრები კეთდება თერმული მატერიალისგან და თქვენ შეგწივდება საბნებში. ხო, შეგწივდება. მწვრთნელოები, დაგვირეკეთ? ხო, ჩემი ბანი, მოდით აქ. უბრალოდ ამ პასუხისმგებლიან გოგოებს შეხედეთ. ხო, ეს ჩვენ ვართ. აი, ამ გოგოებს შეხედეთ. პასუხისმგებლიანები არიან. გოგოებო, საძილეტომრები წამოიღეთ? უფს, არა. აი პასუხისმგებლიანები, მწვრთნელოები, მგონი არ უნდა აქოთ. არავის არ წამოუღია საძილეტომარა, ამიტომ ამ შაბათ-კვირას დავრჩებით სახლში. არც კი. კარგით რა. მწვრთნელოები გვაპატიეთ სახლში დაგვრჩა. კარგი პრობლემა თუ გაქვთ უნდა მოვაკვიროთ. ვინმე უნდა წავიდეს და საძილეტომრები იყიდოს. აბა ვინ აიღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას? მასწავლებელმა იქ რაღაცას წვავ, შეიძლება წავიდე და მიყიდეთ მეც. მე შემიძლია, მაგრამ სპორტული მანქანა მყავს და ამდენი საძილეტომარა არ ჩაეტევა. თუ არ ჩაეტევა, რატო გთავაზობ? ჯერ შევთავაზე და მე დავფიქრდი. გონი ყველაზე პასუხისმგებლიანები უნდა წავიდნენ და იყიდონ. ბანი. ხო, თან მათი მანქანა ჩაიტევს 35 მეტრს, არა? არა. ხო, გოგოებო, წადით და გვიყიდეთ საძილეტომრები ყველას. მაგარია. დანარჩენები დარბაზში წავალთ და ცოცვაში ვივარჯიშებთ. გოგოებო, იდეა მაქვს, წავიდეთ კაფეში, შემდეგ ფრჩხილები გავიკეთოთ და შემდეგ ვიყიდოთ ეს საძილეტომრები. მოიცადე, ეგ როდის უნდა მოვასწროთ? ხო, ნასია, დრო არ გვაქვს. კარგი, ყველაფერს მოვასწრებთ, გოგოებო. ძლივს ამ მანქანაში ჩავჯდები. ხო, ყველაზე მაგარი მანქანა გვყავს. როდესაც ვატარებთ, ყველა ჩვენ გვიყურებს. სულ ყველა. ახლა მანქანა რო ყოლოდა საძილეტომრების საყიდლად ჩვენ წავიდოდით. ხო, მაგრამ არ ყავს. არა და უკვე 18 წელსაც გადაცდი. მოიცა მე დამცინე, კარგი არ იჩხუბოთ. კალათბურთელებო, საძილეტომრების გარდა ჩვენ კარბებიც გვაქვს. მაგარია. ვერთხებო დაიკარგეთ თქვენი საძილეტომრებით და კარბებით. კარგი, უბრალოდ თავაზობდით. მოკლედ მეგობრებო, გოგოები მალე საძილეტომრებით მოვნენ და ჩვენ ადგილები ეგრევე მათ უკან უნდა დავიკავოთ. რომ ვერ დაგვესწრონ ვერც გომოშვებმა და ვერც ლუზერებმა. ხო, კეთახმების მალ, კარგი იდეა. კარგი, მაშინ ჩემი საძილეტომარა ნასციას უკან იქნება. მომისმინე რომეო, მოდი ერთი ერთში, ჩიპი თუ ნასცია. გონი ჩიპი ისედაც მასკოტს მოწონს და ნასცია იყოს. გოგოებო, იქნებ არ ვიყიდოთ ეს საძილეტომრები და რამე სახალისო გავაკეთოთ სანაცვლოდ. ხო, მაგრამ მასწავლებელი მაიკი რას გვიზამს? კნოპა, არაფერს არ იზამს, არ გვინდა ტყეში დაძინება. ხო, როცა ბოლოს ტყეში მეძინა, კოღოებმა დამკბინეს, მართლა შემჭამეს. კარგი, ანუ დღეს არ ვიყიდით საძილეტომრებს, მოდით გავერთოთ. გავერთოთ! ამა შეხედე რა მაგარი დასასმელი აურჩიე. რა, პოლიციელი ხარ და ბავშვების თამაში თამაშობ? ხო, კარგად ხარ, მიდი იმუშავე. არა, შეხედე რა მაგარი თამაშია. თან ლამაზ გოგოები არიან. აი, ამ ქერას შეხედე. ჯორჯ უკვე ძალიან დავიხალე. არ შეგიძლია ცოტა სერიოზული იყო. არა, შენ არ გესმის. უბრალოდ გადმოწერე დიანასითი და შენც ეგრე იქნები. ესე იგი გინდა რომ ამ ქერასთან დაქორწინდე? ხო, დავქორწინდები. ღმერთო ჩემო გოგოებო, პოლიცია. დიანა, მართვის მოწმობა დაგავიწყდა? არა, კნოპა, მართვის მოწმობა ყოველთვის ჩემთან არის. უბრალოდ როცა პოლიციას ვხედავ, ცოტა ნერვიულობ. ყველაფერი კარგად არის, არაფერი არ გაგვიკეთებია, უბრალოდ უნდა გავერთოთ. ხო, გოგოებო, ჩქარა! ვა, მაგარია, ახლა შეგვიძლია ფრჩხილები გავუკეთოთ. ხო, გეუბნებოდი, მაგარი თამაშია თქო. ერთი მაგარი პერსონაჟია დიანა. ხელფას რო ვიღებ, ეგრევე ეგ უნდა ვიყიდო.
ხო, ჩაგერიცხება თუ იმუშავებ. ახლა ვარდისფერ მანქანას ვყიდულობ. მოიცა, ეს ვარდისფერი რაღაც რა არის? საად? აი აქ ჩაიარა, გოგოები ცავსე იყო. კარგი, მერე ვითამაშებ. 001, ჩვენ რაღაც ბეწვიან არსებას უნდა გავყვეთ. გოგოებო, პოლიცია მოყვება. რა მაგრა გავერთეთ? ხმერთო ჩემო გაგვაჩერებენ. კარგი გოგოებო, სახლში დავბრუნდეთ. და შოპინგი, მანიკური. ხომ გავერთეთ გოგოებო? აბა მწვრთნელოები, სად არის თქვენი პასუხისმგებლიანი ბანი? გოგოებო, არ ინერვიულოთ, მალე დაბრუნდებიან. მაგრამ ამდენი ხანი რაში სჭირდებათ? იქნებ რაღაც მოხდა. მაღაზია აქედან ეგრე შორს არ არის, რომ ამდენი ხანი ჭირდებოდეთ. და ხო არ ჯობია რომ წავიდეთ და შევამოწყოთ. ხო, მე ტაქს გამოვიძახებ. კალათბურთელებო, დასხედით, რომ თქვენს დაიკარგებით. ხო, მგონი ბანის გამო ტყეში ვეღარ წავალთ. თან ბანის რადგან ვიცნობ, ვიტყვი, რომ აშკარად სადღაც ერთობიან 100%-ით. ხო, რაში სჭირდება ტყეში წასვლა, როცა მანქანა ყავთ? კარგი, დაწყნარდით, აუარესებთ ყველაფერს. გრძნობ, რომ ბანი ახლოს არის, მალე მოვლენ. ახლოს. მეგობრებო, მე გთავაზობთ, რომ საერთოდ გავაუქმოთ ეს ლაშქრობა. მაგიაში გავიგეთოთ და მაგარი წვეულება მოვაწყოთ. არა, დღეს წვეულება არ იქნება. ლაშქრობაში მივდივართ. როგორც კი მოვა ბანი, ეგრევე წავალთ. ჯანდაბა გოგოებო, დაგვიჭირეს. რატომ გამოყვნენ? გოგოებო, გამარჯობა. თქვენი მართვის მოწმობა. ასეთი ბეწვიანი მანქანა სად იყიდეთ? გამარჯობა, ეს ჩემი მანქანაა. და თმიანი არ არის, ფუმფულა. ბოდიში, რატომ გამოყვევით? რამე არასწორად გავაკეთეთ? ხო, თქვენ გამო ვერ გავერთეთ. მაია. არა, არაფერი დაგიშოვებიათ, უბრალოდ სანომრე ნიშანი ვერ დავინახეთ. ჩემი მანქანაა და მე ლედი ბანი ვარ. ხო, ის პოპულარულია. YouTube-ზე ნახეთ ლედი დიანა და მიხვდებით ვინც არის. გასაგებია, რომ ცნობილები ხართ, მაგრამ მანქანას ნომერი არ აქვს და უნდა დაგაპატიმროთ. უნდა დაგვაკაოთ? გოგოებო, მანქანიდან უნდა გადმოხვიდეთ. რა? უნდა დამაკაოთ? იქნებ არ დაგვაკაოთ. არასწორი არაფერი გაგვიკეთებია. გოგოებო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდა გადმოხვიდეთ. არა, არასწორი არ გაგვიკეთებია არაფერი. არ უნდა დაგვაკაოთ. ხო, მართლა უბრალოდ გართობა გვინდოდა. იქნებ არ დაგვაკაოთ, გთხოვთ. გოგოებო, ვინმეს დასრული არის? გოგოებო, გელოდებით. ჯანდაბა, მაგრად გავერთეთ. მოიცადეთ, უფროსები ყავს, მასწავლებელი მაიკი მწვრთნელიები, მაგრამ სახლში არიან. იქნებ მათ არ ვუთხრათ. ვერ გავიგე, გინდა დიანა რომ დააკავონ? გოგოებო, მომისმინეთ, სახლში შევიდეთ, მასწავლებელი მაიკია, მწვრთნელიები, დიანა არ დააკავოთ. კარგი, მოდი აბა ვნახოთ თქვენი ტრენერი და მასწავლებელი. ლედი ბაჭია, ისევ რატოდ გახარ? წავედით. ხო, წავიდეთ. სავლინა, გეყოფა შემოწმება, ყველაფერი ჩაალაგე. კოსტია, მოიცადე ბროკოლის სუპი, ბროკოლი, შემწვარი ბროკოლი. კოსტია, შენი ტანსაცმელი სად არის? ტანსაცმელი რა თქმა უნდა, არ შემცივდება, ხო საძილე ტომარაში დავიძინებთ. კოსტია, ლაშქრობა, სიცივეში, ტყეში, წამოიღე შენი თბილი ტანსაცმელი. კარგი, ამდენი ხანი რას აკეთებთ? სავლინა და კოსტა. ანუ სუპი სად არის? სუპი მოდის, საძილე ტომრების სასაღებად წავიდა. ამდენი ხანი რას აკეთებდა? არ გესმით რომ ასეთ აგვაგვიანდება და იქ კიდე ჩვენ არავინ არ დაგველოდება და ტყეში ვერ წავალთ. ისე მე არც მინდა წასვლა, რა უნდა გავაკეთოთ? კოსტია, მთელი სკოლა მიდის და ჩვენც უნდა წავიდეთ, საძილეებში დავიძინებთ. მოვიტანე საძილე ტომრები, აბა მსათხართ. მომეცი, ჩემი საძილე ტომარა აუცილებლად ნასიას უკან უნდა დავდო. კარგი, საძილე ტომრები აქ არის, მსად ვართ, შეგვიძლია წავიდეთ. წავედით. და იქნებ მოგვატყუეს და ლაშქრობაში ისედაც საერთოდ არ მივყავართ. ამას არ გააკეთებენ, კოსტია. კოსტია, წავედით, ნუ გეშინია. კოსტა, წავიდეთ, უბრალოდ ლაშქრობაა, ტყეში არასდროს არ ყოფილ ხარ. კოსტა, მაგარი იქნება, თან ახლა თინეიჯერები ვარ და კარგად გავერთობით. კარგი, წავიდეთ. კარგი, ები დაწყარდი, მოდი კიდევ ერთხელ დავურეკოთ. მაიკ, მილიარდჯერ დავურეკე. კარგი, ჩუმად ვარ. მგონი ვეღარ წავალთ ლაშქრობაში. ყველაზე პასუხისმგებლიანი ბანია, აი როგორ იქცევიან. მთელი სახლი მაგათ ელოდება, მწვრთნელოები. გოგოებო, გაჩუნდით. ბაჭიები ძალიან პასუხისმგებლიანები არიან. საძილე ტომრებს მოიტანე და ლაშქრობაში წავალთ. უკვე ბნელა და აქ არ არიან, ნახავთ, დილით მოვლენ. წვეულების გოგოები.
მეგობრებო, მოდით ყველა დავწნარდით. ბანი, იმედები როგორ გამიცრუეთ? მწვრთნელოები, მასწავლებელო მაიკ, ყველაფერს აგიხსნით. მართლა. ეს რა არის? ბაჭიებო, ესე იგი ტრენერიები თქვენ ხართ. კი, მე გოგოების მწვრთნელი ვარ. რა მოხდა? და მე მასწავლებელი მაიკი ვარ. რამე პრობლემაა? გოგოები წოლებაზე მიდიოდნენ მანქანით, რომელსაც ნომერი არ აქვს და პოლიციის დაძახილზეც არ გაჩერდნენ. ჯანდაბა დიანა. გოგოებო, ახლა მწვრთნელი გაგვიბრაზდება, რომ იმედები გავუცრუეთ. მაგრამ ჩვენ არასწორად არ გაგვიკეთებია არაფერი. ხო, უბრალოდ მუსიკას უსმენდით ხმამაღლა და ვმღეროდით მანქანაში. მგონი არ უნდა დაგვაპატიმრონ, მართლა. რას გულისხმობთ? გოგოებო, არაფერი მესმის. გოგოებო, არაფერი მესმის. ყველაზე პასუხისმგებლიანი ჩერილდერები, აი, სინამდვილეში. ხო, არც აძლეტომრები უყიდიათ, მაგრამ გასართობად წავიდნენ. მე ბაჭიების მხარეს ვარ, არც მე არ მინდა ლაშქრობაში წასვლა. იქ ხამი არაფერი არ არის გასაკეთებელი. დიმა, არ მესმის, მითხარი რომ გინდოდა წასვლა. მინდოდა, მაგრამ ახლა აღარ მინდა. რას ველოდებით? პოლიციამ დააკავოს დიანა. ხო, ბანი დააკავოს ყველა და ჩვენ წავიდეთ მარტო ლაშქრობაში. ხო, და გზაზე ვიყიდით საძილეტომრებს. მეგობრებო, გოგოებს ძალიან დაერხათ, როგორ დავეხმაროთ. ჩვენ როგორ უნდა დავეხმაროთ, დიანა ბორგილებშია. ძალიან უწუხარ, რანაირად გამოიჭირეს. პოლიციელებო, იქნებ დიანას მოხსნათ ბორკილები და ჩვენ გავუმკლავდებით გოგოებს. როგორც მასწავლებელი პირობას გაძლევთ, რომ გოგოებს დაველაპარაკები და ასეთი რამე მეორეჯერ აღარ განმეორდება. ჩვენ ბანის ჩერილდერები ვართ. ხო, სულ 10-იანებზე ვსწავლობთ და სხვებისთვის მაგალითი ვართ. ამიტომ დაგვიჯერეთ, სწორი თინეიჯერები ვართ, კარგები ვართ. ხო, მართალია. აჰა, მართალი თინეიჯერები. აბა, შენ რა სიტყვი, ჯორჯ? მე მჯერა, რომ თუ მასწავლებელი და ტრენერი გოგოებს კარგად დაელაპარაკებიან, ისინი ცუც არაფერს აღარ გააკეთებენ. დიახ, პოლიციელებო, როგორც გოგოების მწვრთნელი გპირდებით, რომ დაველაპარაკებით. ხო, ბაჭიები პრობლემატურები არასდროს არ არიან. ბანი ყოველთვის პრობლემატურია. მომისმინეთ, ახლა ამის რო არ არის. კომბოშვები ძალიან მაღიზიანებენ, ყოველთვის ერევიან. არაუშავს ლაშქრობაში წავალთ და მაგათ საძილეტო მარაში ცივ წყალს ჩავასხამ. კარგი მეგობრებო, დაწყარდით. ახლა მთავარი ის არის, რომ დიანამ ხელბურგილებიდან დავიხსნათ და ეს პოლიციელებიც წავიდნენ. მე რო ყველაფერი კარგად იქნება. გოგოებო, მეორეჯერ აღარ გაიმეოროთ. რა თქმა უნდა. ჯორჯ, ორი წამი ჯორჯ, ამ წამს დიანა ვიყიდა დიანას თამაში. ახლა ძალიან მაგარი ვარ. ეს ასაცილოა? დამიჯერე დიანას თამაშს ყველა თამაშობს. ეს გაიგეთ, დიანას სითის თამაშობს, რა მაგარია. კარგი, ეს ახლა არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია რომ პრობლემებს გავეკეცით. ხო, პრობლემებს გავეკეცით. მწვრთნელები და მასწავლებელი მაიკი, გოგოებო, იმედები გამიცრუეთ. გოგოებო, აბას არის საძილეტომრები. ახლა მასწავლებელი მაიკი და მწვრთნელიები ყველას ეტყვიან, რომ ვეღარ წავალთ ლაშქრობაში. ხო, იმიტომ რომ ბანი გააგზავნეს საძილეტომრების საყიდლად და ისინი სინამდვილეში გასართობად წავიდნენ. მასწავლებელო მაიკ, მწვრთნელოები რას გააკეთებთ ახლა? გაბრაზებული ხართ? გოგოებო, კარგი, მოდით თქვენ მშობლებს დავურეკოთ. გოგოებო, დღეს იმედები ძალიან გამიცრუეთ. ხო, მასწავლებელო მაიკ, დიანას მშობლებს უთხარით, რომ ძალიან მაგრად დახედო. მომისმნე ლორენ, ახლა დიანა თავს სულად გსნობს და არ გინდა. დიმა, გეცოდება? ჩვენც მოვდივართ ლაშქრობაში. ჩვენ ჩვენი საძილეტომრები გვაქვს და მთელი ღამე გავერთობით და ცეცხლზე მარშმელლოუებს შევძოვოთ. მეგობრებო, გამარჯობა. მაგარია, ზომბებსაც კი აქვს საძილეტომრები. მასწავლებელო მაიკ, იქნებ ჩემ მშობლებს არ დაურეკოთ. თხოვს. არა დიანა, დღეს და შენს აუცილებლად უნდა დავურეკო. კარგი, მასწავლებელო მაიკ, გასაგებია. გოგოებო, ჩანდაბა. ბავშვებო, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდე და პრობლემებს გავუმკლავდე. კარგად. გოგოებო, თქვენი საძილეტომრები სად არის? აღარ მივდივართ ლაშქრობაში. Yes.